გზა ჯორედინი. ერთად წავიდეთ. ქალბატონო სიდებ. დამშვიდით. სანამ თქვენ გხედავთ, ვერ დამშვიდები. ვერც ერთი ბრალდება ვერ დაამტკიცეთ. ასე რომ მერწმუნეთ, დროს ყვილად კარგავთ. დიახ. ვერ დავამტკიცეთ, რომ ყველას თვალწინ ტენდერი გააყალბეთ. ვერც ის დავამტკიცეთ, რომ ეჭვის გასაფანტად საბრალო გოგონაზე იქორწინეთ, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლეა და ერთ დღესაც კანონის წინაშე მოგიწევთ. პასუხისგება. ყველაფერს საზღვარი აქვს. თან გადაგხევით, რომ ჩემი ერთგულება დამემტკიცებინა, მაგრამ ვერაფერი დაგანახეთ. კარგად ვიცით, რა ზრახვებიც გაქვთ. ტყუილად ნუირჯებით. ქალბატონო ასედებ. უკვე კოლეგები ვართ. უამრავი თავისუფალი დრო გვექნება ურთიერთობის გამოსასწორებლად. ნუ გელავთ. წავედით. რა ხდება? ვინმეს რამე დაემართა? არა. თუ გცალია შეიძლება დაგელაპარაკო. ღმერთო. დიდხანს არ მოგაცდენ. 15 წუთით ამითმე. მე მეც სამსახურში მივდივარ. კარგი. მაშინ კაფეში დავსხდეთ და იქ ვილაპარაკოთ. წავიდეთ. ბოლო მოვლენებს კარგად იცნობ არა? ბევრი რამ მოხდა. რომელს გულისხმობ? ჩემსა და მირას შორის ურთიერთობა ცოტა დათვა. თავიდან დაიწყეთ? არა. მაგრამ მალე დავიწყებთ. მართლა? ჯერ ვერ მაპატია. ნელ-ნელა შევრიგდებით. ხოჩახ, წლიური გეგმა შეგისრულებიათ და ამას გვიმალავდით? არა, ჯერ ისევ შერიგების პროცესში ვართ. ხალხში ჩემთან ერთად სიარულს გაურბის. არ უნდა ყველამ გაიგოს, რომ რაზი გაუნელდა. ალბათ გამოწმებს. ცდილობს დარწმუნდეს, რომ გულს არასდროს ადგენ. და მართალიც არის. იმ წუთას გონება ამერია. ასეთი რამ აღარ განმეორდება. მარტო მირას კი არა. ჩვენც გაგვიცრუია იმედი. მირასაც უთხარი. ჩემს შეცდომებს უსათუოდ გამოვასწორებ. შენს მონდომებას ვხედავ, მაგრამ ჩემს დაზე იგივეს ვერ ვიტყოდი. თხოვად რომ მომეციო. ამიტომაც არ მინდა დავაძალო. ჩემგან რა სიტყობ? სულ მეუბნებოდი, რომ მირა და ორკუნს შორის არაფერი ხდებაო. და შენ რა მიპასუხე გახსოვს? აპატი. პრობლემა არ არის, უკვე დავივიწყე. ახლა რა ხდება? მირა და ორკუნი მართლა შეყვარებულები არიან თუ ორკუნი არ ეშვება? რა არის, რა ხდება? გინდა რომ მირა ჩაუშვა? არა. მინდა რომ დამეხმარო. ვერ დამიყოლიებ. მირას დავპირდი. არ მინდა საქმე გავაფუჭო. რამე რომ გითხრა, მე შენ ვიღაცის ცემა მოგიწევს. ხო. ასე არ არის? თუ გეტყვი რომ ორი დღის წინ მირა ორკუნთან დარჩა, შეიძლება საშინელება მოხდეს. იგი დარჩა? ხმას არ ამოვიღებ. თქვენ საქმეში ჩარევა იგივეა, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ჩავერიო. თქვენ შერიგდები და მე უნდა გავილანძღო. მითხარით ხო? ნუ თუ დრო იმიტომ ხოვა, რომ ორკუნთან მართლა ურთიერთობა აქვს. ამიტომ არ უნდა შენთან ერთად ხალხში გამოჩენა. ვერენ. სიმართლეს გეუბნები. მათ შორის არაფერი ხდება. ამ კაფეში ნებისმიერს მეტი შანსი აქვს მირასთან ყოფნის, ვიდრე ორკუნს. ეს კარგად დაიმახსოვრე. მაგრამ სულ ერთად არიან. მეგობრობენ. სადმე თუ წავლენ ერთად თორემ სხვა არაფერი. ამერიკაში ეს თემა დაიხურა და მათ შორის მართლა არაფერი ხდება. ესე იგი, ვიმოქმედო? უმოქმედობა სისულელე იქნება.
მოდი ზოგჯერ შემოვიაროთ ხოლმე ამ კაფეში. აშკარად გაჭრა. აქ რა ხდება? ცეკვა დილამდე. ცეკვა სიყვარულით. ცეკვა სიყვარულში. ეს შენი მოფიქრებული იქნება. ასიმ შეგიბკაიას დაბრუნებას ასე აღნიშნავთ? მეგობრებო, ორკუნი დაგვიბრუნდა. იზმირულ მარშს არ იცეკვებენ? ეს ჩემი იდეა არ ყოფილა. ისევ ერთად ვიცეკვებთ ძირფასა? მომეშვი. მაგრად გავერთობით. თუ მოვედი გაერთობით. მერტ, რა თქმა უნდა, წავალთ. ეს შეუძლებელია პატარა. რანაირად წავალთ? მერტ. ოჰო. 500 ლირა? კარგი, წავიდეთ. მონაწილეობის პირობებს გაეცანით? პირველი, მონაწილე მეწყვილესთან ერთად უნდა იყოს. ერთად ხომ წავალთ? მეორე, სმოკინგი უნდა ეცვას. ეს უკვე საჩემოა, ძალიან მომწონს. დაიწყო. ასეთიც რა ვთქვი? ელიფ. როგორ ხარ? კარგად. თქვენ რა შრებით? მურატი როგორ არის? კარგად. მუშაობა დაიწყო. ერთ-ერთ კომპანიაში მოეწყო. ძალიან კმაყოფილი ვარ. რა კარგია, ძალიან გამიხარდა. ესე იგი, ყველაფერი რიგზე გაქვთ. სად ხარ? გვერდით მეგულებოდი და გელაპარაკებოდი, მაგრამ მოვიხედე და მარტო აღმოვჩნდე. გამარჯობა. ძალიან გთხოვ. იქნებ მერტს დაელაპარაკობ, თორემ ვერაფრი დავითანხმე წამოსვლაზე. კარგი. ისი ამ საღამოს შენს დაამშვენებდი. სულ შენი წრის ხალხი იქნება. სიამოვნებით, მაგრამ კვირის ბოლოს მადრიდში ვაპირებ წასვლას. ამიტომ ვერ მოვალ. კარგი, დროებით. ჩაი თუ ცხელი შოკოლადი. არც ერთი არ მინდა, გმადლობ. უკვე დამეგობრდით? არა, მურატის ამბავი ვიკითხე. იცი, იამანი ელაპარაკა. უთხრა, რომ გირიგდება და მასთან ვეღარ იქნება. ისიც დათანხმდა და უთხრა ასე აჯობებსო. მერტმა მიამბო. იამანს თითქოს ლოდი ჩამოხსნესო მხრებიდან. ღმერთო ჩემო. თვითონ ეკიდებოდა კისერზე და ახლა ტვირთად ექცა. როგორ არ ცხენია. ეს სიტყვაზე ვთქვი მირა. მერტმა მითხრა ასე, თორემ იამანს კი არაფერი უთქვამს. კარგი, კარგი. რაიოლად ამბობენ ცეკვის საღამოზე წამოდიო. ხო, მივალ და კიდევ 500 ლირასაც გადავიხდი. მურატ სმოკინგი აქვს? რა სმოკინგი? ახლა რას გეუბნებოდი? ვისაც გრანდი აქვს, მათთვის უფასოა. ხუმრობ? აი შეხედე, ქვემოწერია. რა მაგარია? მეწყვილესთვის რა თქმა უნდა ფასიანია. გადაიხადოს 500 ლირა, არაფერი მოუვა. ჯერ ახლა დაიწყო მუშაობა. წესით ეგ თანხა უნდა კონდეს. საბრალო ასიმ შეკიპკაია. ძალიან მიყვარს. ძალიან პატარა ხომ არ არის? მარა, ლამაზია. მერე უფრო დიდ სუყიდი. თავარი ახლა დამთანხმდეს. მოგაცრავად, მაგრამ საკმარისი თანხა არ გაქვთ. როგორ? 2 ბარათზე არ გაყავით? 1-დან 400 უნდა გაგეგოთ და მეორედან 200. 200 ავიღეთ, მაგრამ ამ ბარათზე არასაკმარისი თანხაა. მერთო. 300-ით სადეთ. 100 ლირას ვერ მასესხებ? კარგი. ერთხელაც სადეთ. გმადლობ. ამას არ დაგივიწყებ. ეგ არაფერი, მაგრამ იმ გოგოს რისი მედაც თავაზობ ცოლობას. არ მინდოდა მშობლებისთვის მეთხოვა, თუმცა რომ გაეგო თუ ორს არ მეტყოდნენ. მუშაობა ახლა დავიწყე, ჯერ ყველაფერი წინ არის. აი რეგავს. გისმენ ელიფ. როგორ ხარ? კარგად. უკაცრავად. პაროლი კიდევ ერთხელ შეიყვანეთ. თანამშრომელთან ერთად საჭმელად გამოვედი. შენთან ნახსენებიც მყავს. მარტო არ ხარ? კარგი, მე დაგელაპარაკები. არა, ვილაპარაკოთ. ძალიან. არა, უბრალოდ მაინტერესებდა საღამოს თუ გცალია. რა თქმა უნდა, მცალია. ისედაც ვაპირებდი დარეკვას. ლექციების შემდეგ ნახავ. კარგი. გოცნი. გაატარეთ. ინებეთ. ძალიან კარგი. ამ საღამოს ვიდანიშნავ? ხო, რას ველოდა? მარდიში ნაყიდ კაბას ჩავიცვამ, მაგრამ ის ფეხსაცმელი ძალიან მაღალქუსლიანია. ცეკვა გამიჭირდება. იქნებ საცეკვაოდ სპეციალური ფეხსაცმელი გვეყიდა, უფრო დაბალქუსლიანი. ვიყიდოთ არა? მაინც და მაინც უნდა იცეკვო.
რატომაც არა? ცუდი იქნება? მერდი, ჩემი მაკაკა, როგორ გამოიბრანჯება? წინასწარ დაიწყო სამზადისი. მობრძანდით. გამარჯობა, როგორ გიკითხოთ? გმადლობთ, კარგად. ჩემო ჯენიკომ გაიღვიძა? ძინავს. სულ ძინავს. მალე გაიღვიძებს, ძილი არ უყვარს. რა მოამზადე? გემრიელის უნიმცემს. ტეპტელი ხოზელით. ახლავე გაგიშლით სუფრას. არა. ერთი ადგილი გამისუქდა. ამ დღეებში ყველაფერს შეგატყობინებთ ბავშვის შესახებ. გმადლობთ. დაგელოდებით. ნახვამდის. ნახვამდის. გამარჯობა საყვარელო. გამარჯობა. მაპატიეთ გაუფრთხილებლად მოვედი, მაგრამ ეკიმჯანი ძალიან მომენადრა. კარგად მოგწეულ ხარ. წამოდით. ძიძას ვეძებთ. ნორმალური არავინ გამოჩნდა, არა? ჯერ არა. ხომ გყავდათ კარგი ძიძა? საწავიდა? ორსულად არის. რა დამთხოვაა? არ მკითხო. თანაც რთული ორსულობა აქვს. ამიტომაც მომიხდა მისი გათავისუფლება. დასანანია. სასწრაფოდ გჭირდება ძიძა, რადგან სამსახურში გასვლა მიწევს. დილიდან უამრავ ხალხთან მომიხდა შეხვედრა. სააგენტოში ეძებეთ? ვეუბნები სხვაგანაც მოვძებნოთ მეთქი, მაგრამ არ მიჯერებს. მირა, სულ დამავიწყდა. ძალიან გამიხარდა ბატონიასი მის გათავისუფლება. გილოცავ. დიდი მადლობა. ჯამრთელა თუ არის? დიახ, კარგად არის. დღეს სამსახურშიც კი წავიდა. ასეთი თავგანწირვა არსად მინახავს. ჩემმა სიხარულმა გაიღვიძა. მართლა? როგორ მომენატრა? წავედით, წავედით. ყველას მადლობას გისე, გულდას მით იმუშავეთ და არ დამაყალადეთ. ყველას დიდ მადლობას გიხდით. აბა მეგობრებო, რაზე შევჩერდით? ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ. გმადლობთ. 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 სედებს სალაპარაკო აქვს, მარტო დაგტოვებთ. ქალბატონ სუდეს უთხარი, რომ კაბინეტში მალე ვიქნები. კარგი ბატონო. ბატონო ასიმ, გილოცავთ. შეებულება დაგიმთავრდა? რა კარგად მოგიმზადებია მასალები. ყველაზე უცოდინარი ადამიანიც კი შეძლებს გარკვევას. გმადლობ. აჯობებს კომპანიაში თუ აღარ მოვალ. ერთად მუშაობა ორივეს გაგვიჭირდება. ესე იგი ლომი განდრისხებულია? ჩემს დანახვაზე ჩემი ძმა ახსენდება. მე კი ვერ ვივიწყებ ქენანი რომ აცემინა. აჯობებს ერთმანეთს ნაკლებად უნახავთ. არც კი ვიცი რა გირჩია. დამიჯერე, მართლა არ ვიცი. უცნაური სიტუაცია. ხო, ალბათ აჯობებს. ცოტა ხანს თუ არ გამოჩნდები. გმადლობ. სახლში შევხვდებით. დროებით. შეგიხრამუნებ მაგ ფეხუნებს და პატარა ხელებს. საყვარელო. არა, არ შემჭამო. არ შემჭამო. შეგჭამ. მაინც შეგჭამ. გაიქეცი.
ჩავაცვათ, თორემ გაცივდება და გამზე გაგვიბრაზდება. მოდი ჩავაცვათ. არა, ეგარ ჩააცვა. ეს უფრო ლამაზია, შეხედა? ნახე. უკვე ბავშვის ჩაცმაში წერევი? რა თქმა უნდა. მოდი ხატებას ვზრდი. ჯანი ნამდვილი ხატებაა. ნამდვილი ხატება. გაგაბეს არა? გაგაბეს. ჯანი ხატებაა. რომ გაიზრდება, სმოკინგს ჩაიცვამს და დაიკოსთან ერთად საცეკვაოდ წავა. ჩემი სიცოცხლე საცეკვაოდ წავა. ერთად ვიცეკვებთ, სიხარულო არა? მართლა, რა უნდა ჩაიცვა? იცი რა ვიფიქრე? რამე განსაკუთრებული ხომ არ ჩაგვეცვა. 30-იანი წლების სტილში, ოღონდ სხვადასხვა ფერებში. მე არ წამოვალ. არ მინდა. მირა, საღამოს ნუ ჩაგვიშლი. ძალიან მეწყინება. უსიამოვნებას ვერ იდები, გესმის? ორკუნმა ერთად წასვლა შემომთავაზა. მასთან ერთად რომ წავიდა, იამანი ერთ ამბავს ატეხს. ხომ ასე? ხო, გეთანხმები. იმ ყველაფრის შემდეგ ჯერ მზად არ ვარ, რომ იამანთან ერთად სადმე წავიდა. და ხალხში გამოვჩნდე. არ შემიძლია. ხო, მაგრამ ვის რა შეიკითხება? თან ეგ ვის ახსოვს? მე მახსოვს. და ორკუნსაც ახსოვს. ყველაფერი მის თვალწინ მოხდა. ასე რომ, იამანთან ერთად ვერ წამოვალ. ჯერ ბრაზი არ გამნელებია. მართალი ხარ. კარგი, მგონი იამანის ცხოვრებაში აღარ წავა ცეკვის საღამოზე. თუ მინდა სენდომება რა თქმა უნდა წამოვალ. რატომ მეკითხები? ჩემთვის და შენთვის რაღაცას ვამზადებ. რას ამზადებ? სად ხარ? ერთ ლეგენდარულ ადგილას, მეგობარა. ჩემზე ილოცებ კიდეც. რას ვიმბაზობ? დავშვიდი და მომენდე. საქმეს რომ მორჩები, შენც მოდი. უკვე მორჩი. ფირმიდან გამოვედი. მაშინ პირდაპირ წამოდი. მის სამარს გამოგიგზავნი. მითხარი, სადმე პატიჟები? ნუ მეკითხები, მომენდე. მოდი, არინანებ. კარგი, მოვდივარ. რა სტილის ცეკვები გაქვთ? რა სახეობის? ტანგო, სალსა, ჩაჩაჩა, რუმბა, გააჩნია რომელს აირჩევთ. ო. მაშინ ყველაფერი მოვსინჯოთ და ვნახოთ რა გამოვა. კარგი, მაშინ ფორმაში ავსეთ. აქ? დიახ. მერტ, ასინ, სერეზი. ერთი შეხედე. გიწვევს რომ შეჭამო. შემჭამეთო. შეგსანსლავ. ჩემი ფუმფულა. ფუმფულა. გოგონებო. რა მოხდა? ქალბატონი სუზანი მოვიდა. იამანის დედაც თან ახლავს. რა? ძიძათ მუშაობა უნდა. ისე რა კარგი იქნება. არც ვიცი რა ვთქვა. რა არიცი? ალბათ თვითონაც აწყობს. თანაც კარგად ვიცნობთ. იამანი მეც მიყვარს, მაგრამ ეს სხვა რამეა. მეც არ მგონია კარგი აზრი იყოს. დეიდა ნევინი ძალიან კარგი, თბილი და მშრომელი ქალია. ამაში ეჭვიც არ მეპარება. გამზე 1000 კანდიდატურიდან საუკეთესოს ეძებს. უცხოენების მცოდნეს, განათლებულს და სამუშაო ადგილიდან კარგი დახასიათების პატრონს. დეიდა ნევინს კი მხოლოდ კაზინოში სიმღერის გამოცდილება აქვს. ბაგაბახშიც მუშაობდა, მაგრამ მზარეულად. ისე არაჩვეულებრივად ამზადებს. მინდა რომ მარტო ჯანს მიხედოს. მაგრამ დედა და ორი შვილი გაზარდა. ხო, ერთ-ერთი იამანი, მეორე კი სამწუხაროდ ქენანი. იამანმა მითხრა უჩემოთ სამსახური არ მოძებნაო. დავაშავეთ მის და უკითხავთ რომ მოვედით. ეწყინება რომ არ გავაფრთხილე. პირიქით, გაუხარდება ელიულის ძმას თუ მოუვლი. რა უნდა გვითხრას? არ ვიცი. ქალბატონი გამზეც ფაქტის წინაშე დავაყენეთ. ბილნაზმა თვითონ მითხრა, ყოველდღე ვიღაცას იბარებსო. შენ საუკეთესო კანდიდატი ხარ. საუკეთესო. ასე შენ გონია. დამშვიდი. თუ თვლი რომ ბავშვზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებ, მაშინ პირდაპირ თქვი. არა, რას ამბობ?
მარტო ბავშვის სიყვარული მოგიყვანს ადამიანს ამ სახლში. მართალი ხარ. უკაცრავად. არა უშავს. ბარიშს ველაპარაკე. უკვე რამდენიმე დღეა შეხვედრებს ვმართავ. უშინაც შეუთანხმდით ერთ ქალს. თქვენთან დალაპარაკებამდე ბარიშს დავურეკე, რომ აზრი მეკითხა. აღმოჩნდა, რომ უკვე შეთანხმებულან. მართლა? სამწუხაროდ ასეა. დაგვაგვიანდა. ეთყობა ასე გვეწერა. ადრე სამშობიაროში მუშაობდა მეტად. რა კარგია, თან გამოცდილიც ყოფილა. მე კი ბავშვებთან არც მიმუშავია. ადრე რომ გწოდნოდა. ეგ არაფერი. აღარ მოგაცდენთ. სადილზე დაგვეწვიეთ, ძალიან გთხოვთ. არა, ნუ შეწუხდებით. ბავშვებიც მოვიდოდნენ ლექციებიდან და დავსხდებოდით. სხვა დროს იყოს. კარგად ბრძანდებოდით. ნახვამდის. ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოთ. გმადლობთ. დახმარება თუ დაგჭირდებათ, არ მოგერიდოთ. შემიძლია დასავით დაგეხმაროთ. მოვალ და მივხედავ. არ დაგზარდებით. გმადლობთ, გმადლობთ. ბედნიერად. დროებით. ნახვამდის. გმადლობთ. ნეტო მოსვლამდე დაგვერეკა. სამაგიერო ცუპთა ჰაერზე გამოვისეირდნეთ. ბავშვის მოვლა დიდი პასუხისმგებლობაა. ვერც გავამტყუნებ. როგორ შეიძლება ნებისმიერ გამლილს ანდო ბავშვი? ხო და არის ნერვიულო. უხერხული არ არის? არა, საქმე და ურთიერთობების სხვადასხვა რამეა. სამუშაო თუ სჭირდება, სხვანაირად დავეხმაროთ. ხომ ასეა? რამეს ვუპოვით? რა თქმა უნდა. ჯანს მომვლელად მართლა არ შეეფერება. ბავშვი რომ დავუტოვო, ფიქრი არ მომასვენებს. უნდა ვიდარდო, რომ ყოფილი ქმარი ან მისი ქურდბაცაცა შვილი მოაკითხავს. მესმის. რომელი საათია? მე წავალ. დიდი მადლობა. დიდხანს შემოვრჩი. დროებით. გმადლობთ. რა მოხდა? გეწყინა? იემანის ადგილას წარმოვიდგინე თავი და ცოტა გავბრაზდი. ხო. მაგრამ მირა, სამწუხაროდ ყველა შენსავით ბრმა არ არის. ჯანი ხომ ბავშვია. შენ დიდი ხარ და ყველაფერს იტყვი. ის კი ჯერ პატარაა და ლაპარაკიც არ იცის. მირა. ახლა უფრო კარგად მესმის იამანის. მართლა ძალიან ძნელია ამ დაღით ცხოვრება. მაბატია, მაგრამ შენ რომ ყოფილიყავი დათანხმდებოდი? ხვდები რომ სისულელეს ამბობ. საწყინად არ მithქვამს. შეეცადე სხვისი თვალითაც შეხედო. გამზე მართალია რომ ღელავს. წარმოიდგინე ძიძამ ჯანს დედობა უნდა გაუწიოს. ბავშვი მთელი დღე მასთან უნდა იყოს. კარგი, კარგი. მართალია. დროებით. ბედნიერად. გამარჯობა. ჩემს მეგობარს ვეძებ. მერტ ასინ სერეს. თქვენი ჯგუფი ზემოთაა. 1 2 3 4 5 6 7. 1 2 3 4 5 6 7. კარგია. ვაგრძელებთ. 1 2 3 4 5 6 7. შვენიერია. მამაკაცებმა ხელები წინ. ხელები წინ. აი ასე. ქალბატონები სიმეტრიულად მივდივართ. ვაგრძელებთ. 5 6 7. მუსიკას ახევით. იმოძრავეთ. მიდით იმოძრავეთ. მიდით. 5 6 7. ნაბიჯებს ნუაჩქარებთ. აგრა საკეთებ. მოდი. შენ სლოდინში უკმად არ ყოფილვარ. 5 6 7. რუმბა ჩა ბარსელონა. აკრა გვინდა. წავიდეთ აქედან, მოიცადე. ცეკვის საღამოზე რა უნდა ვქნათ? ვიდგე და შორიდან უყუროთ. სანამ არ შევრცხნილ ვართ. გავიდეთ. რისი გეშინია? ძალიან იოლია. ნიჭიერი ბიჭი ხარ. უცებ აითვისებ. აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. და ეს შეგვაფასო.
ქარიზმისთვის დაგვიწერონ ქულები. Karizma puanları gelsin genç kızların hayallerine giren adımlar. რა სიტყვი? სისულელეს ნუამბობ. არაფერი გამომივა. უკან ვერ დავიხევთ. გოგონები რა მithom უნდა გავაუცოთ. მით უმეტეს რომ ჭირდება. ხომ იცი? Ya gülme ya. Uzay boşluğuna ნუ დამცინი. უზაისთან ბრძოლი დავიღალე. ჩემი ცეკვით უნდა დავამარცხო და რევანში აუვა. Pistin tozunu attırmam lazım. მაშინ შეუერთდი. შენ კი უნდა დაამტკიცო რომ შეიცვალე. მისი გული ატრაქციონებით უნდა დაიპყრა. Etmen lazım. მას ხარ ვიქცე? Ya bu çağ dışı ამ პოზიციით ნუ მიუდგები. იამან კოპერ. როგორც იტყვიან, ძლიერი ყოველთვის იმარჯვებს. მეგობრებო, თუ მზად ხართ, დავიწყოთ. Evet arkadaşlar hazırsanız რა სიტყვით? მე მზად ვარ. Hadi başlayalım. მაშინ დავიწყოთ. კარგი, დავიწყოთ. მე ვერ შევძლებ. წამოდი. მართლა ვერ შევძლებ. წამოდი. დამანცადე. ჩემზე ილოცებ, ილოცებ. ქურთუკი გაიხადე. ძალიან მინდა ვისავა. სპეციალურად მოვედი. მე მარცხენა ფეხით ვიწყებ, შენ კი მარჯვენათი. 1 2 3. ბრუნი? ასე, ვივათ. ბრავო. მოითმინეთ. ჯერ არ დამთავრებულა. მარცხენათი მარცხნივ. ეს ჩვენი ინტერპრეტაციაა. შესანიშნავი იყო. დანიჭიერები ყოფილხართ, არ ვიცოდი. ოჩახ, მაგრები ხართ. რა უგოშელება რამე? ერთ დღეში ამდენი თუ შეძელით, ცეკვის საღამოზე ჯონ ტრაvolta იქნებით. მე ძალიან მომეწონა. თავარია მირაზე მოვახდინო შტაბეშტილება. სხვა არაფერი მინდა. ჩემი მოგზალებული კოვბოი. ნეტავ ცეკვის დროს გენახათ. მოძრაობები რომ გაითავისა, გოგონები ლამის ჩამოდნენ. გოგონების გასახდუნებლად ბუნებრივი ნიჭი აქვს. სუქნებისთვის უნდა გამოვიყენოთ. იქნებ სუფრასთან მისულიყავით. უკვე მე რამდენად შევათფე კერძი. კარგი, სუზინ უბრასով. მოვდივართ. ბევრჯერ არ გაგიმეორებთ, მაგრამ არც მირამ და არც ეილიულმა არ უნდა გაიგონ ჩვენი ცეკვის ამბავი. ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა. გასაგებია? კარგი შვილო. წამოდით. გემრიელად მიირთვით. მე ნასადილები ვარ. სულ ასე იქცევით. სუფრასთან ვერაფრით მიგიტყუეთ. გუჭი მაწუხებს და ადრიანად ვსადილობ ხოლმე. გემრიელად მიირთვით. გმადლობთ. წადი ჭამე იამან. პირველად რომ ვიჯექი, იქ დავჯდები. დაკავებული ხომ არ არის? ვისაც სად უნდა იგდება? გმადლობ. დაგეხმარებით, ქალბატონო სუზი. არ მინდა, ნუ წუხდებით. დატოვე და ჩვენიც მივხედავთ. მადლობას გიხდით.
გემრიელად მიირთვით. ქალბატონი სუზი ძალიან პირდაპირია. სუზანი. სუზის ჩვენ ვეძახით. ხო, ჩემი დაეძახდა. პრობლემა არ არის. პრობლემა არ არის, პრობლემა არ არის. აი ასე. ვიცი, ცდილობ უჩინარი იყო, რომ ბატონმა სელიმას შენიაკოფნა არ იხსნას. ვერ ვისვენებ და ეს ბუნებრივიცაა. შენ არ ყოფნიდი ამ ოჯახს არჩენად, რომ მეც არ დავმატებოდი. სწორედ ეს მანერვიულებს. ამას ნუამბობ. მართალია ეს ხალხი ჩემი ნამდვილი ოჯახი არ არის, მაგრამ ნეტავას ეყოფილიყო. ისინიც იგივეს ცდილობენ. ოჯახის წევრებით მექცევიან, ყველაფერს მიგეთებენ. მეც ვცდილობ დაუფასო და თვირთად არ ვექცე. თუ ასე გერიდება, ღამითაც ვიმუშავებ და სახლს დაგიქირავებ. არა, ხომ დაიფიცე. ჯერ სწავლას უნდა მიხედო. სამუშაოდ ნამდვილად არ გცალია. იცოდე, თუ ასე მოიქცევი, ეს 4 კედელი ციხედ მეკცევა. დავშვედი. შეიძლება გეწყინოს, მაგრამ უსაქმურად ვერ ვიჯდები. დღეს გასაუბრებაზე ვიყავი. სად? ეილიულთან. ქალბატონმა სუზანმა მითხრა, რომ ძიძას ეძებენ. მაგრამ უკვე უპოვიათ. გაბრაზდი? სამუშაოც ეცებ. რატომ უნდა გავბრაზდე? ისე ბავშვის მოვლა ცუდი აზრი არ არის. ხო, მაგრამ ბავშვის მოვლისთვის მარტო დედობა არ არის საკმარისი. ოჯახები ბევრ რამეს ითხოვენ და მართლებიც არიან. კარგი, არ ინერვიულო. რამეს მოვიფიქრებ. ერთად მოვიფიქრებთ. იამან. მამამ შემოგითვალა, სანამ ყველა არ მოვა, არ შევჯამო. კარგი. მიდი, წადი. ახლა ჩაი ერთად დავლიოთ. თვითონ მოგიდა. კარგი. ჩემ შვილებს გავამარჯოს, სამბაზე წიგნი რომ დაწერეს. მარტო სამბაზე არა. რუმბა, მარანგა, პაჩანგა, მაჩანგა, ტანგო, ტუნგო, მანგო, ჩაჩაჩაჩა, ჩუჩუჩუჩუ. ყველაზე რთულია ყველაზე რთულია ფეხზე რომ არ უნდა დააბიჯო. გონი დროა თავს უშველო და იქიდან გამოვიქცე. ყველაზე ბანალური რაც შეიძლება გააკეთო. რომ გწოდნო და ასე გახალისდებოდით, აქამდე ჩავეწერებოდით ცეკვის წრეზე. არა მეგობარო, რა თქმა უნდა ძმაო. ჩემადამ ისევ გადმოქაჩა წაშლილი სურათები. რა მოხდა? სახე გაგინათდა. მირა? ელიფი? არა, რა თქმა უნდა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის? დააცადე ადამიანს შეტყობინების საკითხვა. არა, უნდა ვიცოდე. დაბალანსებაა საჭირო. კიდევ ვერ მოაგვარეთ პრობლემები. შეხედეთ, მაშინვე ჟურნალისტურმა სულმა გაიღვიძა. ეგნება დართულია. ყველაფერს ვაკონტროლებთ.
გმადლობ, დანარჩენი მე ვიცი. შენს დასთან ურთიერთობა არაფრით გააფუჭა. რომ გაგვიგოს ორივეს მოკლავს. არაფერია. მეგობარმა შეტყობინება გამომიგზავნა და გამეცინა. აქ რას აკეთებ? დაგიკაკუნებინა მაინც. ან რამე გექნა? ჩუმად რატომ შემოიპარე? არა, ჩუმად არ შემოსულ ვარ, დავაკაკუნე და ვერ გაიგე. სად მიდიხარ? რამეს დავლევ. მე წამომიღე, კარგი? არ უპასუხებ? არა, არ მინდა. რა მოხდა? ნაწყენი ხარ? ბერენ. მოვლენები. მიც მინდა ცეკვაზე წამოსვლა. გართობა ძალიან მომენადრა. ახლახანს არ იყავი გასართობად წასული. ის სხვა იყო, ეს სხვა. ხო, ჩემი აზრით კარგი იქნება. არ დაგაკავებთ. რატომ? კარგად ერთობოდი ბავშვებს რომ უყურებდი. გმადლობ, სუზი. ძალიან გემრიელი იყო. ღმერთმა შეგარგოთ. ხედავ რა უცებ შეცვალა თემა. ჩემი და ელიულზე რატომ არის ნაწყენი? ჩემი აზრით გეშინია. რისი უნდა მეშინოდეს? ცეკვა ჩემი მოწოდებაა. მაშინ უმოკლეს ხანში მივდივართ. არ ვიცი. ვაშა. ელიულმა და მირა მიჩხუბეს? არა, არაფერი ვიცი. რა მოხდა? გუშინ ელიულთან იყო. დაუჯერებელია. ჩემზე ნაწყენია. ეტყობა ხუმრობს. მაბატია, მაგრამ იამანის დედის გამო თუ ბრაზობს, გაბრაზდეს. ძვირფასო, მეც მაგას გეუბნები. დათმობაზე იმიტომ წავედი, რომ თავიდანვე მაზალებდი. განესუდად გამოვიდა? შეხედე. გამარჯობა. მირა, რა სიურპრიზია, შვილა. მაბადიეთ, მგონი ცუდ დროს მოვედი არა? მეგრა შუაშია. მამა თქვენთან მეგონეთ. ამ საღამოსაც მარტო ყოფნა გინდოდათ? არა. უბრალოდ ჯობდა გაგეფრთხილებინეთ. გვაპატიე ვერ მოვიფიქრეთ. ჩავიცვამ და ახლა მეწავალთ. სისულელეს ნუ ამბობ, მირა. განა ამიტომ გითხარი. გეგონება ძალიან მინდოდეს შენთან ცხოვრება. დაიგო, რა ხდება? რა მოხდა, მითხარი? მივდივარ. მამასთან გადავდივარ. არ მგონია ამ სახლში ოდესმე დავბრუნდე. ხო, მაგრამ რატომ? უბრალოდ, ასე მინდა. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.